ჩვენი ყველაზე დიდი გასაჭირი არის სიღარიბე და უმუშევრობა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი ძალიან ახალი, ძალიან მაგარი, ძალიან რევოლუციური ეკონომიკური პროგრამა საქართველოში დაამარცხებს სიღარიბეს და შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს. ჩვენ დავასაქმებთ საქართველოში 10,000 ადამიანს. აი ეს მინდა გითხრათ პირველი სიტყვა, ვინც თქვენ წინაშე ვაპირებ ჩვენი ეკონომიკური პროგრამის ძალიან მოკლედ გაცნობას. მაგრამ სანამ პროგრამაზე მოგიტყობოდით, მინდა ერთი პატარა სასაცილო ამბავი მოგიტყოთ. და ეს რამ გამახსენა აი ამ ქალაქმა, ოლიმპიურმა ქალაქმა, სადაც ჩვენ ჩავატარებთ პროგრამის პრეზენტაცია ამ სასტუმროში და თვლიდი რამდენი კორპუსი აშენდა სულ რამდენიმე წლის განმავლობაში და დაახლოებით 50-მდე დავთვალეთ. ეს დიდი სამბი გახსნა დღევანდელმა ხელისუფლებამ. მოვიდნენ ლენტები გადაჭრეს და იზეიმეს. თუმცა მანამდე წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდნენ, რომ აქ 300,000 ჩინელი უნდა ჩამოსახლებულიყო და ჩინეთს უნდა წაეღო, ასე ვთქვათ, ვაზის უბანი და უნდა გადაგვარებულიყავით. აი ამ დღეებში ვიყავ რადიოში ერთ-ერთ დისკუსიაში და ასეთი შეკითხვა დავისვა ოპონენტს. ერთი დამისახელეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ერთი მაგალითი, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიწყო და ბოლომდე მიიყვანა. რატო გამახსენდა ეს? რომ გონიათ ეს გახსნეს, სიამოვნებაში ეს დაწყებულია იმ დროს, როდესაც საქართველოში უზარმაზარი აღმშენებლობა მიმდინარეობდა. იფიქრა ძალიან დიდი ხანი შევაგულიანი, აი მეთქი, აი ეს ზუსტად ასე ვიჯექი, ერთი მაგალითი მოიყვანე, ან სასტუმროა, ან ახალი გზა, ან ახალი ქარხანა, აი 100 ქარხანა, ხომ ამბობდით, უამრავი კრედიტები გაიცა 200 მილიონზე მეტი თავრობიდან და არავითარი შედეგი არ აქვს და მობილურ ტელეფონს გაჩუქებდა თქვი და აი ასე დავდე მიკროფონთან. იფიქრა და გახარებულმა წარმოედგინა, რომ ახლა ეს მოიგოს ამაზნაო და ამის ხელი წაიღო ჩემი ტელეფონისკენ და თქვა, აი ივანიშვილმა ახალი საკონცერტო დარბაზი ააშენაო. მე ვიხარი მორასუკაცრავად 2010 წელს დაიწყო და დააწყებინა მიშამნეთქი. ჩაუვარდა ენა. აი ახლა გეუბნებით თქვენ. შეიძლება მოგერიდეთ. აი რა გამომხვიდეთ. 1000 კაცია, 1000 კაცი. ერთი ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ აი ესა და ეს შენობა, საქმე ან რაღაცა დაიწყო და მიიყვანა ბოლომდე, მოვიდეს ვერ გაჩვიდოთ, მაგრამ სიმბოლურად გადმოგცემ აი ამ ავტოკარით. თუ მოგერიდებათ, აი როდესაც გავალ, აი ვითხარით შუმათ, რომ იცით რა, აი ეს გააკეთა და შეგეშალა. არაფერი გაუკეთებია. კეთდება გზები? ეს ჩვენი პროგრამის გაგრძელებაა. აშენდა სასტუმროები. დაწყებული იყო რაბათი გახსნეს ახალციხეში, ჩვენი დაწყებული იყო რაბათში სასტუმრო, რაბათი არა. გახსნეს სასტუმრო ბორჯომში, რიქსოსი. რაღაც საწარმოები, ასე ვთქვათ, მიიყვანეს ბოლომდე. აგერ მარჯანიშვილის პროსპექტი, რომელიც აშენდა 3 კილომეტრის სიგრძის გზა, 1 წელიწადში 4 წელიწადია 400 მეტრი დაუმთავრებიათ, მაგრამ ალბათ აგრეთ უკან დაამთავრებენ. ეს დაწყებულის გაგრძელებაა. ხელისუფლებას ქვეყანა მიყავს ინერცია. ინერციის ძალა იცით რა არის, პატარა წინააღმდეგობა შეხვდება და ეს მიგორავს და მე გაჩერდება. გაჩერდა 4 წელიწადი მიგორავდა, გაჩერებულია. ჩვენ ვარ სტაგნაციაში, ჩვენ ვარ უძრაობაში. ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი აი ახლა აი ამ ენერგიით და დავუძრათ ქვეყანა ხელახლა და ჩვენ უნდა ავამუშავოთ და ავამოძრავოთ გაჩერებული საქართველოს თქვენთან ერთად. ხო, გაგახსენდათ რამე? აი, მოვიდეთ. გამახსენდა რომ თურმე გახსნილა დიდ დიღომში თაფლის ჯიხური. დაიხურაო, მაგრამ კაი იყოს კონდე. ოდეში ის ჯიხური დაიხურა და კალამი დაუბრუნეთ უკან ამას ვატყუე. აი ამ კალმით შემოხაზეთ 5-იანი, აი ამ კალმით.